ქართულ-თურქული ერთობლივი კომპანია Bleksi Group-ი არსებობის მხოლოდ 1 წელს ითვლის. თუმცა გზის მშენებლობის სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად უკვე სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული. დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ 2005 წელს შესრულებულია 12 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები. უკვე დასრულებულია ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის გამზირების, ოსტავას, შარტავას, გულიას, გულუას, უზნაძის, გოძიაშვილისა და ფასანაურის ქუჩების პროექტები. 15 აპრილს დაიწყო და 25 მაისს დასრულდა დემეტრე თავდადებულისა და შავიშვილის ქუჩების კაპიტალურ შეკეთებითი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს კუპრაძის, თაყაიშვილის, ვეკუასა და ლიბანის ქუჩების, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის, ასევე ფონიჭალა შიდა კვარტალური გზების კაპიტალურ შეკეთებითი სამუშაოები. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და Bleksi Group-ში თვლიან, რომ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეუძლიათ. კომპანია Bleksi Group-ი 2005 წლის 25 აპრილს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ქართული მხრიდან Bleksi Road და თურქული მხრიდან ოსტაში. ოსტაში თურქეთში უდიდესი გამოცდილების მქონე საამშენებლო კომპანიაა. იგი არსებობის 20 წელს და ასეულობით თანამშრომელს ითვლის. მთელი ამ პერიოდის მანძილზე კომპანიას აშენებული აქვს 10,000-მდე დიდი და მცირე ობიექტი, მათ შორის საზღვარგარეთაც. საქართველოს მსგავსად მას ერთობლივი საწარმოები გააჩნია რამდენიმე ქვეყანაში. როგორც ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელს მონაწილეობა აქვს მიღებული სამხედრო ბანაკებისა და მთლიანად ქალაქების მშენებლობაში. ასევე აშენებული აქვს უდიდესი ტურისტული ცენტრები, სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები და ასე შემდეგ. კომპანია ოსტას სხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებთან ერთად თურქეთში განხორციელებული აქვს ეგრეთ წოდებული შავი ზღვის პროექტის სამსუნი ანკარას ბუნებრივი გაზსადენის მშენებლობა. მსგავსად თურქეთისა, აზერბაიჯანში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიასა და სუდანში განხორციელებული აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო პროექტები. Bleksi Group çok yeni kurulmuş bir firma olmasına rağmen გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო კავკასიის რეგიონალური ცენტრია. Bleksi Group-ის შექმნა და ამ საქმიანობის დაწყება ხელისუფლების სათავეში მხოლოდ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გადავწყვიტეთ. სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდია თურქული მხარის დაინტერესება მეზობელ და მეგობარ საქართველოში ინვესტიციები ჩაიდოს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში მივიღოთ მონაწილეობა. საერთო წარმატების საწინდარი კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მათი დევიზია უმაღლესი ხარისხი, თანამედროვე ტექნიკა და პროფესიონალი კადრები. ამ ეტაპზე Bleksi Group-ში 250 ადამიანია დასაქმებული და მინიმალური ხელფასი 400 ლარია. კომპანიის თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მუშახელია. ვარდების რევოლუციამდე დარგი პრაქტიკულად ჩამკვდარი იყო. აღმშენებლობის ლოზუნგით მოსულმა მთავრობამ გზის მშენებლობა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. ჩვენც დარგის პროფესიონალების მოძიება დავიწყეთ. საქმიანობა შეუდექით და ბიუჯეტით საკმაოდ სოლიდური შენატანები შევიტანეთ. აცხადებს კომპანია Bleksi Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ამირან მამუჭაძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში საკმაოდ ბევრ დარგს მისცა საშუალება განვითარებული იყო, რადგანაც სახელმწიფო უშუალო პოლიტიკა განსაზღვრავდა აი ამ დარგების აღორძინებას. ერთ-ერთი დარგი, რომელსაც უშუალოდ მემსახურებით ჩვენ და საკმაოდ წარმატებით გავარდით თავი, არის გზის მშენებლობა. მე პირადად მქონდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა თურქეთის სახელმწიფოში სხვადასხვა კომპანიებთან, რადგანაც საქართველოს უშუალოდ გეოპოლიტიკური მდებარეობით თურქეთის ახლოს არის. თურქეთში ეს მრავალი წლის უკან კარგად განვითარდა, მოგვეცა საშუალება პირადი ურთიერთობის საბუთზე და შემოვიყვანა ესეთი ძლიერი კომპანია, როგორც არის ჩვენი პარტნიორი ოსტაში სახით. საქმიანობის დაწყების პირველივე დღეებში გადაწყდა, რომ Bleksi Group საკუთარი წარმოება ჰქონოდა. თბილისთან ახლოს ქსანში 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდეს და იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქარხანა აშენდა. ქარხანა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ყველა საერთაშორისო ნორმას აკმაყოფილებს და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება აბსოლუტურად გამორიცხულია. საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო დროშები ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა ფრიალებს.
ქარხანაში სრული სამუშაო ციკლის განხორციელებაა შესაძლებელი. ადგილზე მიმდინარეობს ინერტული მასალის მოპოვება და გადამუშავება, ბორდურებისა და ქვაფენილების დამზადება და ამუშავება. აქვე ფუნქციონირებს მძლავრი შესაძლებლობის მქონე ასფალტის ქარხანა, სადაც წარმოებული ასფალტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამძლეობის 3-წლიანი გარანტია აქვს. აქვეა ხარისხის შესამოწმებელი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ბლექსი გრუპი ბიტუმის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. რაც შეეხება ქარხნის წარმოდებას, ეს არის საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 120 ტონას 1 საათში. ამას შეუძლია 24 საათიანი გრაფიკში მუშაობა. ამისათვის საჭიროა ინერტული მასალა, ამისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემები, ბიტუმის 24 საათიანი მუშაობა. ჩვენ პარალელურად ვაწარმოებთ ქვაფენილებს და ბორჯურებს, რომელიც დღიური შედეგი ბორჯურების გამოშვების არის დაახლოებით 500-დან 700 მეტრამდე. ქვაფენილების კიდევ არის დაახლოებით 400-დან 600 კვადრატულობამდე. შრომითი საქმიანობა თურქეთში დაიწყო და შემდეგ ავღანეთსა და ერაყში გავაგრძელა. ბლექსი გრუპის ჩამოყალიბების პირველი დღეებიდანვე საქართველოში ვმუშაობ. ამჟამად ამ ქარხანაში ასფალტის წარმოებას ხელმძღვანელობ. წარმოებაში უამრავი ადგილობრივი პროფესიონალია დასაქმებული. ჩვენი ქარხნის წარმატება საათში 120-130 ტონა. ასფალტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზის საფარის დაგების საშუალებას იძლევა. მე მშენებელთა ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ. სწორედ ამიტომ ადრეული ასაკიდან დავინტერესდი ამ საქმიანობით. ნამუშევარი ვარ თურქეთის თითქმის ყველა რეგიონში. 7 წელი ვიმუშავე ქალაქ ანკარის შიდა გზების მოასფალტებაზე. უფრო მოგვიანებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდი ავღანეთში, ქაბულის აეროპორტსა და სალანკის გვირაბის მშენებლობაზე. მინდა გითხრათ, რომ ბებია ჩემი ქართველი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ბლექსი გრუპში მუშაობა დღის არც ერთ მონაკვეთში არ წყდება. კომპანიის ცენტრალურ ოფისში ყოველდღიურად 9 საათზე ოპერატიული შტაბი იკრიბება. ამ თათბირებზე ჯამდება გასული დღის შედეგები და ახალი სამუშაო დღე იგეგმება. აქვე ოპერატიულად წყდება ყველა პრობლემა. იგეგმება კონკრეტულად იმ დღეს გადასაწყვეტი საკითხების შესრულების სქემა და ხდება პასუხისმგებელი პირების პერსონიფიკაცია. ოპერაციის და თავდადებულზე მიმდინარეობს სამუშაოები. ესე იგი, ერთადერთი ოპერაციაზე აპრესის პროცესი არ გავაგრძელებთ და ფრეზე გადავაყვანეთ რეგულარულ პროცესზე. თავდადებულისა და შავშულის ქუჩებზე დამთავრებულია. ქსნის ქარხანაში მუშების შრომისა და დასვენებისათვის ყველა წინაპირობაა შექმნილი. სამჯერადი უფასო კვება, დღის მანძილზე მოსასვენებელი და დასასვენებელი დარბაზები.
კომფორტული საძინებლები, სპორტული დარბაზი და საშხაპეები. აქ დასაქმებული თითოეული თანამშრომლისათვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენს. სამუშაო დროის ეკონომიის მიზნით ველზე დასაქმებული მუშებიც ორჯერადი უფასო კვებით ადგილზევე არიან უზრუნველყოფილნი. ყოველდღიურ რაციონში ცხელი და ცივი კერძები შედის, რომელიც სპეციალურ მანქანას მოაქვს. ხოდაშორის აღნიშნული საკვებით ბლექსი გრუპის ცენტრალური ოფისიც მარაგდება, ასე რომ ამ კომპანიაში მუშასაც და მენეჯერსაც ერთნაირი კვებითი რაციონი გააჩნიათ. ის კვალიფიკაციური თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ ბაქო სუფსის, ბაქო ჯეიხანის, მილსადენის მშენებლობაზე, დღესდღეობით მუშაობენ ბლექსი გრუპში. ჩვენ ვაწარმოებთ ბლექსი გრუპი დღესდღეობით გზების კაპიტალურ შეკეთებას და ვფიქრობთ, რომ ალბათ გავაორმაგებთ და გავასამაგებთ ესეთი კვალიფიკაციური მუშახელის მოზიდვას და სპეციალისტების ჩვენ კომპანიაში. კომპანია ბლექსი გრუპი ძირითად სამუშაოებს მაინც ველზე აწარმოებს. მუშები იქ საქმიანობას ყოველდღიურად დილის 5 საათზე იწყებენ და გვიან ღამით 10 საათისათვის ასრულებენ. თითქმის 18 საათიანი სამუშაო დღე ყოველთვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებითა და მოწმენდით მთავრდება. ნანახით კმაყოფილებას ვერ მალავენ ადგილობრივი მცხოვრები. შუაღამისას გამოვიარე, მეორე წლა იყო, მუშაობდნენ, გვიდნენ გზას, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ესეთი რამე არასდროს არ მინახავს და არ შევსწრები ვარ და მგონია რომ ძალიან ხარისხიანი და კარგი იქნება. დასახლების დაწყებიდანვე ახლა ვცხოვრობთ. ძალიან დიდი სიახლეა და ძალიან სწრაფად აკეთებენ. უბრალოდ დილით გამოდიხარ სხვა ვიდეა, საღამოთი სხვა ძალიან მონდომებით მუშაობენ და ხარისხიანია. აი ესეთი მოწოდებული, ესეთი შრომითი უნარიანობა არ ვინახია ჯერჯერობით ამ 15 წლის მანძილზე. ამ ხარისზე ხარისხი ითქვის, მოდის და კარაქივით პურზე ბავშვს წაუსევ, ისე ალამაზებად აკოხტავენ ყველაფერს. ამაზე უკეთეს რა უნდა იყოს ამ. კმაყოფილია გზის აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოების უშუალო დამკვეთით. დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ფირმის საქმიანობის ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს. კეთდება გზები, ეს გაკეთდება მალე განათებულიც არის და ძალიან მშვენიერი რაღაც კეთდება. ატრულებ დღესვე დავიწყეთ გზის მშენებლობის დაწყება, აი ასფალტის დაგება, ჯერ ვიდის პირველი ფენა კეთდება, მერე მოდის მეორე ფენა და კეთდება სანიაღრო ქსელები, ეს სხვა განსხვავება კომუნიკაციები, ყველაფერი, კანალიზაცია, წყალსადენი და ძალიან გაყოფილები არიან მსახურებას. გაჩაღება საქმიანობის კიდევ ერთ მთავარ კომპონენტს ტექნიკას. კომპანიის განკარგულებაშია საკმაოდ ძვირადღირებული 2 ერთეული საფრეზი მანქანა, 2 ცალი ხელის ფრეზი, ემულსიის დისტრიბუტორი, 2 ცალი ფინიშერი, 8 ცალი სადგებნი, 3 ექსკავატორი, 1 გრეიდერი, 2 დიდი და 3 პატარა მტვირთავი, 20 ერთეული თვითმცლელი, 4 კომპრესორი. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ცილქში ერთვებიან კონკრეტული სამუშაო შესრულებაზე სპეციალიზებული ქვეკონტრაქტორები. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა ასფალტის დასაგების სამუშაოები მცირე დროში მაღალ ხარისხიანად დასრულდეს. მართალია ბლექსი გრუპის საქართველოში საქმიანობის მხოლოდ 1 წელს ითვლის და ეს საკმაოდ მცირე დროა ამ ბაზარზე ადგილის დასამკვეთებლად, მასზე უკვე საუბრობენ როგორც პროფესიონალები დაკომპლექტებულ კომპანიასა და ღირსეულ პარტნიორზე. ასფალტის ქარხანა პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და ნანახით კმაყოფილი დარჩა. ბლექსი გრუპის საქმიანობა ჭავჭავაძის გამზირზე ქვეყნის პრეზიდენტის გაეცნო. მან განაცხადა, რომ ამ ჯგუფის საქმიანობა ქვეყანაში წარმატებულია და იგი სხვებისათვის სამაგალითოდ მოიყვანა. ახალი წარმოება ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს.
ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარებული დასაქმების პოლიტიკის წარმატებით განხორციელება კი ახალ პროექტებზეა დამოკიდებული. Flexi Group-ის ერთწლიანი საქმიანობა მომავალი წარმატებების და ახალი გზის მშენებლობის დასაწყისია.